Ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ იმ რამდენიმე საკითხზე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ ჩანთის დამზადებას დაიწყებთ. სანამ ჩანთის დამზადებას დაიწყებთ, დაათვალიერეთ და კარგად ნახეთ Pinterest-ზე და Instagram-ზე სხვადასხვა გვერდები, სადაც ნახავთ ამ ხელნაკეთ ჩანთებს. დააკვირდით, რომელია თქვენი სასურველი მოდელი, შემდეგ იპოვეთ ვიდეო გაკვეთილები და ნახეთ, შეძლებთ თუ არა ამ ჩანთის დამზადებას. თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ხარისხიანი მასალა საკმაოდ ძვირი ღირს. განსაკუთრებით ძვირი ღირს ბროლის მასალა, რომელიც დროს გაუძლებს არც ფერი გასდის და აი ასე ყოველთვის მყარად იდგება. თქვენ თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ დიდი ნებისყოფა დაგჭირდებათ თითოეული ჩანთის დამზადებისას, რადგან ერთი მოდელი შეიძლება რამდენჯერმე დაშალოთ. ჩანთის დამზადებისას გათენებულ ღამეებს კიდევ ერთი პრობლემა ემატება. ეს არის სოციალური მედიის მართვის ცოდნა, ასევე ფოტოების გადაღება და ვიდეო კონტენტის შექმნა. ჩანთის დამზადებასთან ერთად სოციალური მედიის მართვა უდიდეს დროს და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ თქვენ თავიდანვე უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ასეთ რთულ საქმეს ეჭიდებით. არ შეგაშინოთ დაბრკოლებებმა, ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ. მე ვეცდები ამ ყველაფერში ჩემი წვლილი შევიტანო და მეც დაგეხმაროთ, ამიტომ ჩემს YouTube არხზე და სოციალურ ქსელში უფასო ვიდეო გაკვეთილებს ნახავთ. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს ყველაფერი გამოგივათ.